1-22 თემაზე უნდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ვიდეო ბლოგი. საკუთარ თავზე გიამბობთ პირველ ყოვლისა. ახლა 52 წლისა ვარ, მარტის თვეში გავხდები, შევიქნები 53-ისა. ამ 25 წლის წინ, 30 წლის წინ, 25 წლის წინ, 20 წლის წინ თუნდაც მე ვითვლებოდი საკმაოდ კარგ თამადად. არა, საუკეთესო თამადად ცხადი არ ყოფილვარ. მაგრამ აი ჩემი მეგობრები, რომლებიც სხვათაშორის ყველგან არიან, ანუ ქოცების მომხრეებიც არიან, აცების მომხრეებიც არიან. ბიზნეევანიშვილს ვიეტანენ, ბიზნეევანიშვილს ბიზნეევანიშვილი უყვარს ზოგ მათგანს. ისინი კი თუ გულახდილები იქნებიან, დამემოწმებიან, რომ კარგი, თუ არ ვიტყვი საკუთარ თავზე, რომ საუკეთესო თამადა ვიყავი, მეთქი არ ყოფილვარ. არ ვიყავი ყველაზე ცუდი თამადა, ცუდ თამადათა შორის ყოველ შემთხვევაში. ჩემი მეგობრები, სწორედ ამ ლოკალურ სუფრებზე მე შემარჩევდნენ ხოლმე და ყოველი 10 სუფრიდან 5 კაცი ვიგრიბებით, 10 კაცი ვიგრიბებით, სწორედ მე მასახელებდნენ თამადად. აი ირაკლი გაგვიწვეს, ირაკლი თქვას, ირაკლი იყოს თამადაო. თუ მე-11 შემთხვევაში მე არ დამასახელებდნენ, ესეთი ცუდი ალბათ მაინც თვისება მქონდა, წავართმევდი ხოლმე თამადას, ზემოიმეორულად ტოლიბაშს, ლიდერობას და უხეშად მე-4 თუ მე-5 ადგილგზელოში მე-3-ში შესაძლოა ჩავუხტებოდი ხოლმე და მე წარმართავდი, მე წავუძღვებოდი ხოლმე იმ კონკრეტულ სუფრას და გითხრათ, რომ ცუდად გამომდიოდა, მეთქი ტყუილი ხება, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმღერი. ცითავხედე გულახდილად გეტყვით, ყოფნის ერთხელ 90-იანებში ქართული ხმები ძველი თაობა ვიყოთ. სასტუმრო ივერიაში, ახლა რო რედისონია, იქ იყო ჩემი ერთი მეგობრის, ამ მეგობარს კიდევ ახსენებ. ჩემი ერთი მეგობრის ქორწილი, ირაკლი ქვია ამ მეგობარს. და მისი მეუღლე ნინო. და იქ იყვნენ ამ ძველი თაობის ქართული ხმების წარმომადგენლები. აქეთ ჩვენ ახალგაზრდები ვიყოთ 84 წელია, ანუ 21 წლისა ვარ. აქეთ იყო ჩვენი კამანდა ახალგაზრდებისა, ანუ ირაკლის მეგობრებისა. იქით ირაკლის მამის მეგობრები, ქართული ხმების რამდენიმე წარმომადგენელი იყო. ისინი იმათმა ხო შეუბერეს და აქ ჩვენსკენაც იყო რამდენიმე ძალიან მაგარი მომხრეალი და ესენი ახვდნენ, მაგ შორის აღარ არის ცოცხალი ალეკო წულუკიძე, ჩემი მეგობარი, ახვდნენ ესენი ლევან ბარათაშვილი, აჩიკო გულედან. ახვდნენ და მეც ამ ახალგაზრდებს ავყევი. ისინი წინწყაროს ვღეროდნენ, ისინი იქით, ესენი წინწყაროს ახვდნენ და მეც თვითონ რამე ვიცოდი იმ მომენტში წინწყაროს ავყევი. თავხედი ვიყავი მეთქი არ მითხარით. მაგრამ ვერ მღერი. ვერ მღერი კია, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ სუდად არ ვიცი რუსთაველი, სუდად არ ვიცი გურამიშვილი, სუდად არ ვიცი ბარათაშვილი, სუდად არ ვიცი აკაკი და ილია, სუდად არ ვიცი ვაჟა, საუკეთესოდ ყოველ შემთხვევაში აი ქართველმა ჟურნალისტებმა რო იციან, მათზე ბევრად უკეთ ვიცი, უმრავლესობაზე მაინც ასე ვიტყვი, ბევრად უკეთ ვიცი გალაქტიონი, თუმცა აქვე არ დამავისყრეს მე გამაოცა ახოსანაიასთან ერთმა საუბარი მქონდა დაახლოებით 3 თვის წინ ახოსანაიას მიერ გალაქტიონის ცოდნა გამაოცა გულახდილად გეტყვით. აი მე რო საკუთარი თავი მაგარი მეგონა, ახოც არანაკლებია მეთქი ასე ვიტყვი. გალაქტიონი იცის საუკეთესოდ. და მივესალმები ამას რა საკვირველია. ალბათ ხვებმაც იციან ეხლა რას ვახურებ რა. არ მისაუბრია უბრალოდ. მოკლედ ბარათაშვილი ვიცი მეთქი, ვაჟა-ფშაველა ვიცი, საფიხროს თავში ხშირად ჯდებოდი ხოლმე. და არ ვიყავი ცუდთა შორის ყველაზე ცუდი თამადა. ბოლო დიდი სუფრა, რომელსაც დავესწარი კი, რომელსაც წარუძეხი, ეს იყო 2019 წლის არ მინდა შემეშალოს და თებერვალი, აჩიკოსა და გვანცას ქორწილი იყო, აჩიკო გულედანისა და გვანცა ჯაფარიძისა. და აჩიკო მთხოვა, რომ შემდგე იყო თამადაო 200 კაციანი, 250 კაციანი სუფრა, სადღაც ლისის ტბაზე. და აჩიკო მთხოვა, რომ შემდგე იყო თამადაო და მე ცოტა ვიუარე, იმიტომ რომ იმ ხანა ძალიან მძიმე მქონდა, დამძიმებული მქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინგას ეხსოვება. ან უნდა გამეკეთებინა კორონოროგრაფია. ან უკვე გაკეთებული მქონდა, ალბათ მელოდა ეს კორონოროგრაფია, გულახდილად გეტყვით და ინგა და ოჯახი მთლიანად
ძალიან შიშობდა, რომ მე თუ ეხლა გადავთვრებოდი და ზედმეტი მომივიდოდა, ხო, ამ ძიმე მაშინ გვეგონა რომ ჩემი გულის მდგომარეობა იყო ფრიად მძიმე და შიშობდნენ რომ რაღაცა უფრო არ გართულებულიყო. მე მოგზალებული ვიყავი, ბევრი არ დამილევია, ანუ გავითვალისწინე ამ თვალსაზრისით, თუმცა რაჭიკო დამეთანხმება და ესე მახსოვს რომ კლიენტ გულედანე თაზიბიძია მარიცადეინა და სხვები კმაყოფილები იყვნენ თამუნია და სხვები რომ მე არც თუ სუდად მოდი ასე ვიტყვი წარმოძეხი იმ სუფრას დიდ სუფრებზე თამადამ ყოფილ ვარ მეთქი აგი გითხარით ბევრჯერ. ავიც ადრეულ წარსულში ბევრჯერ. ეს სულაც არ არის საამაყო ეგრა მაგის პასუხია, აქ მე ვიტყვი. ეგრეთ წოდებული ჭირის სუფრებზეც ყოფილ ვარ. ეს ბოლო ხანებია 20 წელია ალბათ ისიც მაქსიმუმ 15 წელია. ჩვენთან შემოვიდა ასეთი კულტურა მთლიან საზოგადოებაში, რომ ადამიანები ლიტრობით ღვინოს კი არ სვამენ ისე როგორც მე ვსვამდიან, ჩვენ ვსვავდით 25 წლის წინ, ჩვენი მამები სვავდნენ რაღაც 45 წლის წინ, ხო? საბჭოთა კავშირის დროს. არამედ წრუპავენ. ჩვენ სინამდვილეში ეს გვასწავლა პირდაპირ მნიშვნელობით ჭყალების გარეშე ჩვენმა ერთმა მეგობარმა, ჩემმა ერთმა მეგობარმა ირაკლი, მისი ქორწილიც იყო 94-ში. მისი შვილის ნათლია ვარ მე და მისი აცგარდაცვლილი ძმა ჩემი შვილის ნათლია. ნიკუშა გვასწავლა ირაკლი სწორედაც რომელსაც ეს რაღაც ჭიქა დააქვს ხოლმე თან და ამ ქარვისფერ უმეტეს შემთხვევაში რომ ნამდვილი ღვინო, მაინც ქარვი ჩვენი ღვინო, მაინც ქარვისფერია. ჩაასხამს ხოლმე ამ ღვინოს და წრუპავს და სულ ესე აბზრიალებს, ატრიალებს. მე აბზრიალება და ატრიალება გვი არ ვისწავლე, მაგრამ ას ვისწავლე და როგორც ვისწავლე, გამომდის ალბათ ეხლა გამომდის. და ოჯახშიც ჩვენ საშუალოდ 10 დღეში ერთხელ, ასე ორ კვირაში ერთხელ, ასე სადილად ვსვამთ ხოლმე თითო ბოთლ არაჩვეულებრივ ღვინოს. ირაკლი ლამის ყოველ დღე სვამს, ლამის კი არა მგონი ყოველ დღე სვამს, ყოველ დღე სვამს, არასწორი სიტყვა, ყოველ დღე აგემოვნებს ამგვარ ღვინოს. და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, პრომოუტერია ქართული ღვინისა, მცოდნეა ქართული ღვინისა. კვალიფიციური პროფესიონალი კაცია პატივისცემა ამ თვალსაზრისით მას. და ეს არის ძალიან კარგი ამბავი, რასაკვირველია. ხო და ბოლო 15 წელია ესე დავიწყეთ ლიტრობით ღვინოს, როგორც მე ვატყობ ყოველ შემთხვევაში, ხო? დედაქალაქში სულ მინიმუმ და ალბათ უფრო ფართოდაც ნაკლებად სვამენ ნებისმიერი ასაკის ადამიანები. თუმცა ასაკვირველია რაიონებში, სოფლებში ეს სუბკულტურა თუ სვართებული სიტყვა, ეს კულტურა ხო შემორჩა, ახლა ამას წინათ მიამბობდნენ, რომ არ მახსოვს როგორც სოფელი სხვაში სანაიების ოჯახში, სანაია ახოს და თამუნას ოჯახში, ურაშვილისა, მიამბობდნენ, რომ სადღაც გორის რაიონში რო იწყებენ, რომელიღაც სოფელში არ ამთავრებენ. დამპატიჟეს და მითხრეს, რომ შენს აღარ მახსოვს სექტემბერში თუ არ ვცდები, ჩამოდიო და ვაპირებ მეთქი ერთის მხრივ ამას ვამბობ, მაგრამ მე რომ წარმოუდგენია რომ უნდა დავიწყოთ სმა ორშაბათს და ლევა ორშაბათს და პარასკევს რომ დავამთავრო, იმასაც ხვდები რომ შაბათს შეიძლება გამასვლელი უნდა. არ მინდა გულახდებოდ გეტყვით. ხო, არა და მოგზალებით ვერ დალევიქ. როგორც სოფელი არ მახსოვს. და კარგიც არის თუ რავის, ხო, იქაურობისთვის მახასიათებელია, კარგია სტუდიაზე ამ კატეგორიებით არ მიბიჭდება. რატო გიამბობთ ახლა ამას? ასალაპარაკოა, პოლიტიკური ბლოგი გაქვს. საერთაშორისო მიმოხილვები გაქვს, უკრაინაზე ლაპარაკობ, შეერთებულ შტატებზე და უკრაინაზე დასავლეთზე ლაპარაკობ, ომი იქნება, არ იქნება, მესამე მსოფლიო ომი, ჩინეთის ფაქტორი, პუტინი, ზელენსკი არჩევნებს ჩაატარებს. გუშინ რა თქვა ერთმა, გუშინ წინ რა თქვა მეორემ, ამაზე ლაპარაკობ და შენ უცებ მოგინდა რომ იმაზე ისაუბრო, ამაზე ლაპარაკობ როგორც წესი და უცებ გაგექცა სიტყვა იმისკენ რამდენად კარგი თამადა თუ ცუდი თამადა იყავა. კლავი მეორე არ ყოფილვარ ცუდი თამადა მთლად, მაგრამ აი ეს რასთან ლაპარაკობ. დაკვირვებული ვარ რომ ბოლო დაახლოებით 15-20 წელიწადია ყოველ შემთხვევაში დედაქალაქში. რაიონებს მაინც ნაკლებად ვიცნობ. ადამიანები აღარ წარმოთქვამენ უმრავლეს შემთხვევაში ისეთ სადღეგრძელოებს, როგორებსაც წარმოთქვამდი მე ან ჩვენ წარმოთქვამდით შორეულ 90-იანებში და მით უფრო წარმოთქვამდნენ ჩვენი მშობლები 70-იანებში, 60-იანებში, 80-იანებში თუნდაც. და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი 90-იანების თაობის და ჩვენი მშობლების თაობების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები იყო, მოდი გავბედავ და ვიტყვი ასე, ყალბი.
არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი. მაგალითად, მე წარმომით გვაქვს განა არა, გაუმარჯოს, ესე ავწევდით ხოლმე მკლავს, მარჯვენა მკლავს. დავიჭერდით ხოლმე სასმის, გაუმარჯოს ჩვენს რაღაც, ჩვენს მოგონებებს გაუმარჯოს. რა მოგონებებს, რის მოგონებებს? საერთო ღირებულებითი თანხმედრები არ გქონდა სუფრის წევრებთან. უმრავლეს შემთხვევაში. ცალკეული რაღაცა შემთხვევები რომ გადაგხვდნენ, ამბები რომ გადაგხვდენია ცალკეულ პირებთან, ეს სულაც არ არის, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოგონება როგორც ასეთი. მაგრამ ჩვენ მაინც აი თითქოს წესი იყო ასეთი, რომ მე-6 თუ მე-7 სადღეგრძელო თუ სტანდარტულად მიდიოდი, სწორედ მოგონებებისა უნდა ყოფილიყო. მერე იყო რაღაცა ყალბისაუბრები უმრავლეს შემთხვევაში სამშობლოზე. ერთი ხანობა გეცოდინებათ, რომ კონკრეტული პირების სადღეგრძელოებიც სუფრის გამხსნელ თავარ სადღეგრძელო, პირველ სადღეგრძელო დამკვიდრდა კონკრეტული პირების სადღეგრძელოებიც. ილია მეორესი, მე ყოფილვარ სუფრაზე, სადაც ედუარდ 90-იანებში ედუარდ შევარდაძის სადღეგრძელო დაულევიათ. ილია მეორესის სადღეგრძელოს მეგონი ახლაც სვავენ ხოლმე მშვიდობა, ისე რომ თავად მშვიდობის არსი გაგებული არ ქონდა საზოგადოებას, მე არ დამილივია სიმართლე გითხრათ, მით უფრო პირველ სადღეგრძელოდ არ შემისვობს, არ წარმომით გვაქვს, მაგრამ ყოფილვარ ამგვარ სუფრით თქვენიც დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობას გაუმარჯოსო, ასე დაუწყიათ, მით უფრო სიგრძე განებული მშვიდობა, კონტექსტი და ვითარება იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი რომ წარმოთქვათ სადღეგრძელოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, ხო, არავის გასიგრძე განებული არ ქონდა და მაინც ესე ჯიუტად ამბობ წარმოთქვამდნენ ხოლმე მოქალაქეები, მსმელები, სუფრის წევრები ამ მშვიდობის სიტყვას, მშვიდობის თავობაზე სიტყვას. და ასე შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ყალბი მეთქი არ გითხარით. მაგრამ რაც ძალიან მახასიათებელი იყო და ახლა რო ვკვირდები 80-იან წლებშიც კი 60-იანებში და 90-იანებშიც კი პრაქტიკულად არავინ არ წარმოთქვამდა გაგიკვირდებათ და ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში თავისუფალი ქვეყნის და თავისუფლების სადღეგრძელოს ზოგადად. არ ამბობდნენ ამას. 2000-იან წლებში ერთი ხანობა განსაკუთრებით ომის შემდეგ, ჩემი აზრით, ეს თითქოს დაბრუნდა, თუ აღდგა, თუ დავიწყეთ. თავისუფლება აძვირფასდა ჩვენთვის. მაგრამ არც ისე ხშირად. თავისუფლებაზე, როგორც ასეთზე, როგორც მდგომარეობაზე, როგორც აუცილებელ პირობაზე, ქვეყნის თავისუფლებაზე, საზოგადოების თავისუფლებაზე, პიროვნების თავისუფლებაზე, ან იშვიათად როგორც წესი ხა ელიტურ საზოგადოებაში დისიდენტურ წრეებში რაც ამბობდა მერაბ კოსტავა ცხადია სვამდა. ხო, ელიტურში არა, დისიდენტურ წრეებში. მაგრამ ცხადია წარმოთქვამდა ხოლმე, მაგრამ აი როგორც წესი საზოგადოება ჩვეულებრივ ქორწილებსა თუ ჩვეულებრივ დაბადების დღეებზე, ამაზე არ ანაკლებად ამახვილებდა ყურადღებას. და ამ თემას თუ გავაგზავნებ, მე მგონია რომ ამ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს გაუქმების წინაშე ვდგავართ, უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და უმძიმეს მოსახვევშია და მოლიპულ გზაზეა ჩვენი ქვეყანა. აღარ დავიწყებ რომ იზი და ივანიშვილის გამოისობით, რომელსაც რუსეთი პატრონობს და ასე შემდეგ, ჩვენ თუ ეს კულტურა უნდა დაბრუნდეს მაინც და მაინც დაბადების დღეებისა და დიდი ქორწილებისა, თუ გაქრა საერთოდ და თუ შეიძლება რომ დაბრუნდეს. ერთ-ერთი პირველი რაც უნდა ითქვას, რაც უნდა წარმოითქვას ხოლმე, არის სწორედ თავისუფლების სადღეგრძელო. თავისუფლების სადღეგრძელო ყველას გასაგონად. აი 300 პირი ესწრება ხო თქვათ სუფრას, ან რაღაც 500 კაციანი ქორწილია. თამადა უნდა ადგეს და უნდა თქვას, გაუმარჯოს თავისუფლებას, ქვეყნის თავისუფლებას. და მე მეცაც ვიტყვი და უფრო შორსაც წავიდოდი, ეს თამადა უნდა იყოს ერთგვარი პროტესტის მოთავე, პროტესტის ან ალტერნატიული სიტყვის, ან მძაფრის სიტყვის, ან დისიდენტური სიტყვის, ან არამეინსტრიმ სიტყვის, ან არადამკვიდრებული სიტყვის მოთავე. დამოუკიდებლად იმისა 347 პირი ალტინფოს წევრია თუ 458 პირი და 459 პირი, ასევე 51 და 59 და კიდე 51 მანამდე ქართული ოცნების მომხრე. შენ უნდა თამადა თუ ხარ თუ მაინც და მაინც დააბრუნდა ეს კულტურა და თუ მაინც და მაინც გთხოვენ თუ იძულებული ხარ თუ ვალდებული ხარ დალიო ეს 5 ლიტრა ღვინო და
გაუბედურდე და მეორე დღეს იბრინებოდე მაინც და მაინც შენ ამ 4-5-6 საათის განმავლობაში პირველი სადღეგრძელო უნდა დალიოს სწორედ ერთ-ერთი პირველი სწორედ თავისუფლებისა ქორწილში ასე მაგალითად ქვეყნის თავისუფლებისა და მთელი ეს შენი სუფრა უნდა იყოს ამ სულისკვეთებისა შენ თუ გაქვს რა ეს მარაგი ეს ცოდნა ხო უნდა ილაპარაკო მაგალითად რაღაც მე-14 სადღეგრძელოზე ოქტაიმ წარმოთქვა კაზუმომმა აქციიდან თუ არ ვწდები ქართულად ის ხო ბრწყინვალეს ფლობს ქართულს და ასე შესანიშნავად ის ქართული ლიტერატურა და აი მე-14 სადღეგრძელო უნდა წამოდგინა თქვა ამყევით და ამეხსენით ჩრდილოელო რა მაქვს შენთან საზიარო ანა აკაკი უნდა რაღაც მერვე სადღეგრძელოზე თუ მე-18-ზე შეგიძლია ბარათაშვილიც გაურიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ილიაზე აღარც ლაპარაკობ იმდენჯერ უნდა გაურიო რა თქმა უნდა რაც შეეხება ქართულ ოცნებას თუ ეს კულტურა ბრუნდება არ ვიცი სიმართლე გითხრათ მაგრამ განცდა კი მაქვსო ბრუნდება ესენი აბრუნებენ სწორედ ამ სიყალბის ყალბის სადღეგრძელოების კულტურასაც როგორც წესსაც კულტურასაც როგორც ასეც კერძოდ მე არ დავსწრები ვარ და კარგი არ ვარ დავსწრები ვარ დიდი ხანია აუგარსურებს არ ვესწრები მე არ დავსწრები ვარ მაგრამ გუშინ იყო თუ გუშინ წინ მითხრეს რომ ბიჭო გავგიჟდიო ისეთ საოცარ სუფრასთან მოხდიო ნეუნება ჩემი უბნელი და რა დათოქვია და რა სუფრასთან მოხდი მეთქი და ტიპები ვადგდენო პირველ სადღეგრძელო რაც იყო ტიპები ადგდენო სკამებზე ვავიდნენ და პირველი სადღეგრძელო რაც წარმოთქვესო არისო შვიდობის ან ილია მეორის ან რაღაც ეგეთ სადღეგრძელო კი არა ბიზინა ივანიშვილს გაუმარჯოსო და ესო სულ უფრო ხშირად ხდებაო არ ვიცი ხა იმედი მაქვს რომ ესეთი რამე ვერ დამკვიდრდება რომ პიროვნების კულტი ასე იყოს სტალინის სადღეგრძელოს თუ სვავდნენ 53 წლამდე ისიც მერე ხრეტდნენ ამის ასახლებდნენ ამგვარი სადღეგრძელოს წარმოთქმისათვის მაგრამ პიროვნების კულტი ალბათ ასეთი არ იქნება ჩვენ სინამდვილეში მაგრამ რატომღაც გონია რომ მერიების გამგეობების თანამშრომლების ალგეული სამინისტროების ქოსი თანამშრომლები და თავარი სპეციალისტები და აიპების სიპები და კიდევ ვიღაცეების წარმომადგენლები ბიზინა ივანიშვილის სადღეგრძელოს სვავენ უბრალოდ ეს რო არ თქვა არ შეიძლება არ შესვათ ბიზინა არც არავის და მათ შორის არის ბიზინა ივანიშვილის სადღეგრძელო არც პირველ სადღეგრძელო და არც მე-18 არა 51 სადღეგრძელო არც ფეხზე ამდგარებმა და არც დამსხტარებმა არ შესვათ ივანიშვილის სადღეგრძელო არასდიდები და არც არავის მიერ თუ მაინც და მაინც ვინმე სადღეგრძელო უნდა შეისვას ჩვენ სინამდვილეში მე გეტყვით 10 ადამიანს დაგისახელეთ უბრალოდ 20 დაგისახელეთ ვისი სადღეგრძელო უნდა შეისვას გრიგოლ ხანძთელის ასე მაგალითად თუ მაინც და მაინც უნდა შეისვას მაგალითად თუნდაც მანამდე დავით აღმაშენებლისა არც ერთი არ არის ცოცხალი ამის თქვა მე და პირველ ყოვლისა დავით აღმაშენებლისა მანამდე თუ გნებავთ ქრისტიანობა ვინ შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში წმინდა ნინოს სადღეგრძელოდ შესვით არც ეს არ არის პრობლემა წმინდა ნინო მოყვეთ გრიგოლ ხანძთელი დავით აღმაშენებელი თამარი მე არ შევსვამდი მაგრამ ოკეი შეგიძლიათ შესვათ თამარის სადღეგრძელო შოთა რუსთაველის სადღეგრძელო უნდა დალიოთ თუ მაინც და აი ამ ხაზით უნდა ვიაროთ თუ ესეთი სუფრები შვიდასკაციანები აღდგა და ტრადიცია და თამადამო 12 ლიტრა ვინ უნდა დალიოს 12 ლიტრში შოთა რუსთაველი როგორ უნდა ჩავატიოთ კაც კიდე ვისი გამოყვეთ გურამიშვილის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ სუოლხან საბას სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ბარათაშვილის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ მანამდე ჩემი აზრით სოლომონ დოდაშვილისაც მაგრამ ეხლა შორს წავიყვანთ ბარათაშვილის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ბარათაშვილს 1827 წელს დაბადებული ილიას სადღეგრძელო უნდა დავლიოთ მე აკაკის სადღეგრძელოს არ დავლებდი მაგრამ ოკეი აკაკის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ ვაჟასი ხო უნდა დავლიოთ რასაკვირველია ეს პიროვნებებზე ლაპარაკობთ ხო ვაჟას შემდეგ ვინმე რო არ გამოვრჩეს თან ფრიად მაფრთხობს ეს ამავი შეგვიძლია დავლიოთ ექვთიმე თაყაიშვილის სადღეგრძელო ივანე ჯავახიშვილის სადღეგრძელო გალაქტიონის სადღეგრძელო უსათუოდ უნდა დავლიოთ ოთარ ჭილაძის სადღეგრძელო უნდა დავლიოთ კარა აუთუოდ გამოვრჩა ისე არ გავამივიდეს მოკლედ თაწმინდაზე რო ავდივართ ხელმარჯვნივ ვინც არის დასვენებული კი მე ვიდრე რო ადიხართ ერთი ალბათ 10 კაცის სადღეგრძელო დასალევია და ხელმარცხნივ არ ვიხსენებ 3-4 კაცი დიმიტრი ყიფიანის სადღეგრძელო ბოდიში გავავრჩა
უნდა შევსვათ ხოლმე, წარმოვთქვათ ხოლმე. და უკვე ჩვენს დროებაში თან ვინმე გამორჩება აუცილებლად ხო, გურამ დოჩარაშვილის ადგილზე უნდა დალიო სხვების და სხვების. და ჩვენს დროებაში ვინმე თან მაგრამ ფიროსმანის ადგილზე უნდა დალიოთ, მოდის ვიხდი, ეს ვარ დამივიწყო და კარგია რომ არ დამავიწყდა. პირველი რესპუბლიკის ეს პიროვნებაზე არ არის საუბარი, მაგრამ პირველი რესპუბლიკის ადგილზე უნდა დავლიოთ. რა საკვირველია უნდა დავლიოთ ჩვენი გენერლების ადგილზე. მაგალითად მაზნიაშვილისა. ჩვენ უნდა დავლიოთ ქაქუცას ადგილზე, რა საკვირველია, ბანდიტი ეგონათ კომუნისტებს. კიდევ ეს პირველ რესპუბლიკასთან დავრჩი, ხა კომუნისტებთან ამოვინაცვლე. აკაკი შანიძის ადგილზე უნდა დავლიოთ. ექვთიმე თაყაიშვილი მგონი კი რა ვთქვი. სხვების და სხვების. მერე უკვე ესე იგი პირველი პრეზიდენტის ადგილზე შეგვიძლია დავლიოთ. მეორე სხვაშორის ნაკლებად, კი არა, ალბათ არა. პირველი პრეზიდენტის ადგილზე. მერაბ კოსტავას ადგილზე შეგვიძლია დავლიოთ. უნდა დავლიოთ. ჩვენს დროებაში 2008 წელს ლაპარაკობ კვლავ მიმეორებ დაღუპულებზე. ჩვენ უნდა დავლიოთ, აი, გაგიკვირდება და გარდა იმისა, რომ დავლიოთ გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, სხვების და სხვების 2008 წლის გმინების ადგილზე. ხო, გაგიკვირდება და უნდა დავლიოთ თამაზ გინტურის ადგილზე, ჩემი აზრით. კვლავ მიმეორებ ლაპარაკობ 10 გარდაცვლილებზე. 90-იანი წლებიდან ჩვენ შეგვიძლია დავლიოთ რამდენიმე პირის, აი, პირველი ომი რო იყო ჩვენს დროებაში. რუსეთთან მათ ამ პერიოდის რამდენიმე გმირის ადგილზე, რა საკვირველია შეგვიძლია დავლიოთ. უკრაინაში დაღუპული ჩვენი ბიჭების, მანამდე ავღანეთში დაღუპული ჩვენი ბიჭების, საერთაშორისო მისიებში, მანამდე 2008 წელს დაღუპული ჩვენი ბიჭების და ასე შემდეგ სადღილზე უნდა დავლიოთ, აბარა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავლიოთ ყალბი სადღილზელოები, არ უნდა შევთავაზოთ სუფრის თეორებს, თუ მაინც და მაინც და ასთავარია სიყალბე როგორც ასეთი უნდა მოვიშოროთ. ახლა არაორდინალური ვითარება, ახლა სიყალბე არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩვენ გვახასიათებდა ეს არტისტულობა, თეატრალობა და ამ თეატრალობასთან ხშირად თანმდევი სიყალბე, პათეტიკა და პათეტურობა და აგრეთვე სიყალბეებიც და პათეტიკა მაშინ არის კარგი, როცა სიყალბე არ და აღონ ძალიან ფაქიზად შესასრულებელია, ფაქიზად გასაკეთებელია. იუველირული სამუშაოა, რომ არ გადაგივიდეს სიყალბეში და მე მგონია, რომ ჩვენ ამ სიყალბე უნდა უარყოთ, უნდა უკუაგდოთ. აძალადეობა აგრეთვე და აგრეთვე სრულიად არაფრის მთქმელი სადღეგრძელოები ნებისმიერ თემაზე, რაც თუნდაც ისე ვერბალური მნიშვნელობით თუ მიმართებით ქართულია განა არა, საქართველოს ეხება, ჩვენს თაბარს გაუმარჯოს. ხო, თაბარს, რომელსაც ხიდაშელი დაეპატრონა არც თუ შორეულ წარსულში და ამდენი 105,000 ჰექტარი ჩაიგდო ხელში თაბარი, რომ გვიყვარს ვითომ ვინმე რუსმა ხიდაშელმა. ჩვენს ეკლესია მონასტრებს გაუმარჯოს და გელათი გვაქვს დანგრეული. ამას ვამბობთ ხოლმე, ხო? ჩვენს რაღაც ბუნებას გაუმარჯოს და ამ შემთხვევაში რაღაც ეროვნებაზე, ეთნიკურ შემადგენელზე არ ვამახვილებს საერთოდ ყურადღებას, მაგრამ იქ გონიოში მიანგრევენ იმ მიკროეკოლოგიურ ზონას, იმ უბნების გაკეთებულების თუ ქალაქის გაკეთებით და ასევე ბრძანიში. როგორც სადღეგრძელოს წარმოვთქვათ, ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ და ანტაპუნტით იჭერენ და არა მარტო იჭერენ, არამედ სცემენ ქალებს. და რამდენიმე ქალი დაჭერილი ყავთ ახლაც. ხო, როგორც სადღეგრძელოს წარმოვთქვათ. აი ეს სიყალბეები დედას გაუმარჯოს და მეორე დღეს გამოვდივართ და დედას ვაგინებთ დედებს. დედას ვუგინებთ შვილებს. ამათ მაგრამ გაახურეს სასაქმე, ამათი დედა, ასე ამბობთ, მე რაფის არ ვამბობ. ხო. ამიტომ თუ მაინც და მაინც ყველაფერი უნდა იყოს გაჯერებული კი არა, ესე აი შეზრდილი უნდა იყოს თავისუფლების სულისკვეთება. ყველა დეტალში. სიმღერაზე ვლაპარაკობთ, კულტურაზე ვლაპარაკობთ. ჩვენს ისტორიაზე ვსაუბრობთ, ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ. ლეიბნიცი არ არის ეს ილიას სიტყვები. ლეიბნიცის სიტყვები აწყოშორვილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა. მარტო წარსულზე მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი. ხო, ილია ამბობს ამას. მე მხოლოდ ვიმეორებ.
თუ ასეთი თუ მაინც და მაინც ბრუნდება ეს პატრიოტიზმის სუფრიდან, ხო? აქ მაინც უნდა შევინარჩუნოთ, სავინარჩუნოთ ალბათ სწორი სიტყვა არ არის. აქ მაინც უნდა გქონდეს ჩვენი ნამდვილი იდენტობა. ხო, ჩვენი ნამდვილი იდენტობა არის ბრძოლა თავისუფლებისათვის. თავისუფლების სიტყვით, თავისუფლების თაობაზე სიტყვით უნდა იყოს გაჯერებული ყველა მიკრო თუ მაკრო დიდი ანუ ხილისა თუ ჭირის სუფრა დედაქალაქსა თუ სოფლად. ასე მგონია მე. ახლა